კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტი დღეიდან ვაკანტურია ნიკოლოზ ვაჩეიშვილი თანამდებობიდან მოხსნეს. დაკავებული პოსტიდან ის პირადად მინისტრმა გაათავისუფლა პოზიციების შეუთავსებლობა და ბაგრატის დაძრის დაჯგარებული ტემპებით რესტავრაცია. გადაწყვეტილება ოდიშარიამ სწორედ ამ ორი მიზეზით ახსნა. თავად ვაჩეიშვილი, რომელიც სააგენტოს 2008 წლიდან ხელმძღვანელობდა, არც ერთ პრეტენზიას არ იღებს. მათ შორის არც ბაგრატზე, რომელიც რესტავრაციის შემდეგ იუნესკოს სიიდან ამოიღეს. განსხვავებული ხედვა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. ეს არის მიზეზი, რის გამოც კულტურის მინისტრმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა. განცხადება ვაჩეიშვილის გადაყენებაზე გურამ ოდიშარიამ დღეს გააკეთა. დავასკვანით ესეთი რამ, რომ სამომავლოდ ხედვა, მიმართულებით კონცეპტუალური ჩვენი ხედვა განსხვავდება ერთმანეთისაგან და აჯობებს, რომ დავშორდეთ ერთმანეთს ამ ეტაპზე. არა მარტო ბაგრატის გარშემო გვაქვს სხვადასხვაობა აზრთა, არამედ არის კიდევ სხვა რამ მიზეზებიც. უპირველესი, რაც უკანასკნელ წლებში მოხდა, ეს არის სისწრაფე და ხანდახან ზესიჩქარე აი ამ ტაძრების რესტავრირების დროს. ჯერ კიდევ დილით მინისტრთან დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ ნიკოლოზ ვაჩეიშვილი თანამდებობიდან წასვლას არ ადასტურებდა. არაზუსტი და თույლი იყო, მე არ დამიწერია განცხადება, ეხლა ჩვეულებრივად მივიდივარ სამსახურში, მაგრამ როგორც გითხარით, ვისაუბრეთ მინისტრთან, მის მოადგილესთან, უღიათ ჩვენი პოზიცია ყველამ თქვით და გადაწყვეტილება უკვე მათზეა. უკვე მოგვიანებით ვაჩეიშვილმა მინისტრის განცხადება დაადასტურა და თანამდებობიდან წასვლის მთავარ მიზეზად ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია და იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღება დაასახელა. ჩვენ შორის მართლაც არის ისეთი კარდინალური შეხედულებების სხვაობა. მე ვფიქრობ, რომ ჯერ ის უნდა შეფასებული იყო რა გაკეთდა, მაგრამ ფასდება ის, რაც გასაკეთებელი იყო კიდე, მაგრამ ეს სამინისტროს ნებაა. ბაგრატზე აბსოლუტურად ვერ დავეთანხმები შეფასებას, რომ ის დარჩენილი იყო ნანგრევად. პირიქით, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საოცარი პროექტი. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის განცხადებით ბაგრატის ტაძრის რესტავრაციისას მთავარი შეცდომა დაჩქარებული მშენებლობა იყო. ვაჩეიშვილი კი მიიჩნევს, რომ იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ბაგრატის ტაძრის ამოღება ტრაგედია არ არის. კულტურის სამინისტრომ კი უნდა იზრუნოს, რომ ტაძარი იუნესკოს სიაში შეცვლილი სტატუსით შევიდეს და არა როგორც არქეოლოგიური ძეგლი. ბაგრატის ტაძარი იუნესკოს სიაში შევიდა როგორც ნანგრევი. საბედნიეროდ ის აღარ არის ნანგრევი. ამიტომ ხა ეს ხალხი დარდობს იმ, რომ აღარ არის სიაში. ეს ნიშნავს ავტომატურად, რომ ის უნდა ყოფილიყო ნანგრევი. ბედნიერებაა, რომ ბაგრატის ტაძარი აღარ არის ნანგრევი. ბედნიერებაა, რომ ის არის განთლიანებული საეკლესიო სხეული. ამიტომ სიის რენომინაციაზე იზრუნო სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში კულტურის სამინისტრომ უმჯობესია, ვიდრე იმაზე ტირილი, რომ რატო აღდგა ბაგრატის ტაძარი. ბაგრატის ტაძარი არის ერთ-ერთი სამუშაო პროექტი, მე ამაში ვარ დარწმუნებული. აქ არის ჩვეულებრივი თითქმის ბანალური ტრაგედია, რომელიც ამძაფრებს ის, რომ დაიღუპა ძეგლი. ბაგრატი აი იმ სახით, როგორიც იყო, აღარა გვაქვს. ვაჩეიშვილი აქ არის ერთი ღილაკი, ერთი ჭანჭიკი ამ ამბავში, რომელიც ასრულებდა, ვერ აღუდგა წინ პრეზიდენტის ნებას. ნიკოლოზ ვაჩეიშვილი თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერას არ აპირებს. მისი გადაყენების მოთხოვნის ბრძანებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს სამინისტრო რამდენიმე დღეში გადაუგზავნის. მომდევნო კვირიდან კი სააგენტოს დირექტორი შიდა კონკურსის წესით შეირჩევა.